თემა, რომელიც წლების განმავლობაში, ვიტყოდი ათეული წლების განმავლობაში არავის არ ახსოვდა, არავის არაფერი არ გაუკეთებია აღნიშნული მიმართულებით, ეს არის კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. 2017 წელს, როდესაც ჩვენ ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, მაშინ დავპირდით ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს, რომ ყველანაირად გვერდით დაუდგებოდით, დავეხმარებოდით, არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით. დღეს უკვე თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავ ოჯახს დავეხმარეთ და მათ მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ის საკუთარი ფართები, რაც სახელმწიფოს მიერ იყო აღიარებული. დღეს მინდა უბრალოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანია JAOKEN Buildings კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში უნდა აეშენებინა. მახათას მთის მდებარე ტერიტორია იყო განსაზღვრული, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც არ მოგვცა შესაძლებლობა იქ პროექტის განხორციელების და რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად უკვე განისაზღვრა კონკრეტული ადგილი ვირსალაძის ქუჩა ნომერ 12-ში, სადაც უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა. ანუ აღნიშნული კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს იმისთვის, რომ კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს, ვირსალაძის ქუჩა ნომერ 12-ში განახორციელებს სამუშაოებს. აღნიშნული პროექტი ძალიან მასშტაბურია, რადგან საცხოვრებელი ფართებით 158 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება. ეს ის ოჯახებია, რომლებმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიძინეს ბინები, თუმცა დაწყებული მშენებლობის შეჩერების გამო მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა და ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ კუთვნილ საცხოვრებელს. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სრულად არის დაცული თითოეული დაზარალებული მოქალაქის ინტერესი. ამასთანავე დაცულია მუნიციპალიტეტის ინტერესებით, მუნიციპალიტეტი დამატებით მიიღებს საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მსგავსი სოციალური პროექტების განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდება კაცრად განსაზღვრული ვადების შესაბამისად და თითოეული დაზარალებული მოქალაქე ეტაპობრივად მიიღებს თავის კუთვნილ საცხოვრებელ ფართს. ჩვენ ესე იგი გვინდა რომ მთლიანად აღნიშნული პრობლემა დავასრულოთ, მოვაგვაროთ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ჯერ კიდევ არსებობს ესეთი კოოპერატივები, რომელიც საჭიროებს დაკმაყოფილებას, ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებით და მაქსიმალურად ყველას ხელს შევუწყობთ და ყველა ოჯახი აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით.